ლეიბორისტული პარტიის წარმომადგენელმა ბათუმის 79-მე საარჩევნო ოლქში კოალიცია ქართული ოცნებისა და პარტია ნაციონალური მოძრაობის წინააღმდეგ საჩივარი შეიტანა. დავით ჯაფარიძე საარჩევნო სუბიექტების მიერ საარჩევნო კოდექსის 46 მუხლის დარღვევას აპროტესტებს. პარტიის წარმომადგენლის თქმით, აღნიშნული მუხლი საარჩევნო სუბიექტებს ბილბორდებზე განთავსებული სააგიტაციო მასალის დამკვეთისა და შემსრულებლის მითითებას ავალდებულებს. თუმცა აღნიშნული პოლიტიკური სუბიექტების პლაკატებზე სავალდებულო ინფორმაცია არ მოიპოვება. ნაციონალური მოძრაობის ბათუმის პროპორციული სიის პირველი ნომერი პარტიის სააგიტაციო მასალაზე დამკვეთისა და შემსრულებლის შესახებ ინფორმაციის არარსებობას გამორიცხავს და აცხადებს, რომ ისინი საარჩევნო კამპანიას კანონის დაცვით ახორციელებენ. ორ საარჩევნო ბლოკს ქართულ ოცნებას და ნაციონალურ მოძრაობას კანონდარღვევით აქვს განთავსებული სააგიტაციო მასალა, ბილბორდები და პლაკატები, კერძოდ აღნიშნულ სააგიტაციო მასალაზე არ არის მითითებული ამ მასალის დამამზადებელი ორგანიზაციების რეკვიზიტები. საქართველოს საარჩევნო კოდექსის 46 მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად აღნიშნული სააგიტაციო მასალა ექვემდებარება დაუყოვნებლივ ჩამოხსნას. ის რაც ხდება ჩვენს ქალაქში არ არის ბუნებრივია კარგი, თუ პროპორციას გადავხედავთ, ნახავთ, რომ ბევრჯერ უფრო მეტად სხვა პოლიტიკური პარტიები არ ღვევენ კანონმდებლობას, მათ შორის პირველ რიგში არ ღვევს ქართული ოცნება. როცა ჩვენ გვეუბნებიან, რომ სააგიტაციო მასალებზე რაღაც შესაბამისი წარწერები არის გაკეთებული უბრალოდ საათსულო, შეგიძლიათ ნახოთ თქვენი სააგიტაციო მასალები, პლაკატები, ფლაიერები, ბანერები, ბილბორდები, რომელიც ერთიანად მოძრაობას აქვს ქალაქში გამოყენებული და ყველა ეს სააგიტაციო მასალა არის კანონმდებლობის სრული დაცვით, ესე რომ ვთქვათ, დაბეჭდილი და გაკრული.